საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის რიგით 36 სააღდგომო ეპისტოლე ღამისთების მსახურებამდე სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. პატრიარქის ეპისტოლეში ყურადღება ბავშვების სწორად აღზრდაზე, ემიგრანტების მდგომარეობასა და რწმენის მნიშვნელობაზე გამახვილდა. საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში ზნეობაზე საუბარს ყველაზე დიდი ადგილი ეთმობა. ყველაფერი, რაც ფსევდოლიბერალიზმის დროშით ხორციელდება, მიმართულია გარყვნილების პროპაგანდისკენ. ეს არის განსაცდელი ერის გამოფხიზლებისთვის, ნათქვამია ეპისტოლეში, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა წაიკითხა. თანამედროვე ფსევდოლიბერალიზმს კი სურს მოსპოს ცნება ცოდვა. მათი აზრით ცოდვის განცდა თურმე ზედ მეტად ბოჭავს ადამიანს და თავისუფლებას აკარგვინებს. ამიტომაც უნდათ გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქეჯნაც. იერიში მიტანილია ზნეობაზე, შეუძლებელია სიწმინდის ტოლფასა ცოდვის აღიარებას გაიძულებდნენ და ეს დაუშვა. ეპისტოლეში ზნეობის განმტკიცებისთვის აუცილებელ პირობად ბავშვის სწორად აღზრდა სახელდება. პატრიარქის ეპისტოლეში საუბარია მშობლების გადამეტებული ზრუნვის უარყოფით მხარეებზე, ისევე როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში წიგნის კითხვის, ანალიტიკური აზროვნებისა და სწორი განათლების მნიშვნელობაზე. სახელმწიფოს ვალდებულება ბავშვები დაიცვას მავნე ზეგავლენებისაგან, შესთავაზოს სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი. და ამასთან სკოლიდანვე შეაჩვიონ პატარები ანალიტიკურ აზროვნებას. უნდა შეიქმნას ფილოსოფიური და ლიტერატურული წრეები, სადაც მოსწავლეები წაიკითხავენ საინტერესო წიგნებს და გაარჩევენ მათ, დაწერენ თავისუფალ თემებს და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე. სააღდგომო ეპისტოლეში უცხოეთში სამუშაოდ წასული ქართველებიც მოიხსენიეს. პატრიარქი თანამემამულეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ და აქ დასაქმებისკენ მოუწოდებს. დასაქმების სფეროდ კი ილია მეორე სოფლის მეურნეობას ასახელებს. ეპისტოლეში იმ ქალების თავდადებაზეცაა საუბარი, რომელთაც საყვარელი ადამიანების გადასარჩენად და სოციალური პირობების გამო უცხოეთში შრომა არ ითაკილეს. არ შეიძლება არ დავაფასო ამ ადამიანების დიდი ნაწილის, განსაკუთრებით ქალბატონების თავდადება, როგორც თავისი შვილების, ისე მეუღლეებისა და ახლობლების მიმართ. მათ მიატოვეს ყველაფერი და უცხოეთში უმძიმესი შრომა არ ითაკილეს, რომ როგორმე ფიზიკურად გადაერჩინათ თავისი საყვარელი პიროვნებები. ეს მოყვასის მიმართ შეწირული მსახურებაა. ეს არის ილია მეორის პირველი ეპისტოლე, სადაც პატრიარქმა ღიად ისაუბრა არა მხოლოდ საერო, არამედ სასულიერო პირების ნაკლოვანებებზე. პატრიარქმა მოუწოდა როგორც მრევლს, ასევე სასულიერო მოღვაწეებს, რომ მეტი იმუშაონ საკუთარი ნაკლოვანებების აღმოფხვრისთვის. 2014 წლის სააღდგომო ეპისტოლე 36-ია, რომელიც ილია მეორემ პატრიარქად კურთხევის შემდგომ დაწერა.